ეკლესია ამ ხელისუფლებასთან გრძნობს გარკვეულ მონათესავეობას. ის რომ ხელისუფლებას ყავს ასეთი ფავორიტი კანდიდატი, თუ რამის არატრადიციული ქორწინება გვაქვს ქვეყანაში, არის ეკლესიის და სახელმწიფოს. ამის იქით არსებობს კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც არ ვსაუბრობდით აქამდე. მე ვფიქრობ, რომ ის ოთხეული, რომელიც ჩამოვთვალეთ, კათოლიკოს პატრიარქ 152-ს საქართველოსაც ერქმევა სავარაუდოდ. საქართველო მიყვარხარ საქართველო მიყვარხარ კათოლიკოს პატრიარქი იყო მრავალმხრივი ფიგურა, მას უმრავლესობა როგორ უყურებდა და აფასებდა ვნახეთ მისი დაკრძალვის რიგებში, ხო? მაგრამ იქ იყო ასევე უმცირესობაც, რომელიც მას ზოგიერთ ნაბიჯს, ზოგიერთ ნათქვამს, ან ართქმულს არაბატიებს. ხო, ჩვენ გვყავს ამ ქვეყანაში უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ იმის გამო, რომ კათოლიკოს პატრიარქი ან საკმარისად არ აღუდგა წინ, ან წაახალისა მათ მიმართ ძალადობა. ბოლო წლების განმავლობაში მისი უწმინდესობა ვეღარ მართავდა ეკლესიას ნიუანსურად, ხო? გასაგებია, რომ მას შეიძლება რაღაცა გენერალური გადაწყვეტილებები მიეღო, მაგრამ ესე წვრილ მანებში ის ვერ ჩაერეოდა და მის ნაცვლად ამას აკეთებდა საპატრიარქოს ადმინისტრაცია. ეკლესია ამ ხელისუფლებასთან გრძნობს გარკვეულ მონათესავეობას. ანუ ეს არ არის ის ძალიან მე მესმის, რომ ხანდახან კრიტიკულ მედიას, ოპოზიციურ ძალებს სურთ, რომ საპატრიარქო და ხელისუფლება ერთმანეთს დააპირისპირონ. მაგრამ ეს არ გამოდის, ხო? არ გამოდის იმ შემთხვევაშიც, როცა მაგალითად ეკლესია იგებს, რომ მის საცვლებში იხედება სახელმწიფო. თუ რამის არატრადიციული ქორწინება გვაქვს ქვეყანაში, არის ეკლესიის და სახელმწიფოს არატრადიციული ქორწინება, ხო? რომელიც შეზრდილია ერთმანეთში და ბუნებრივია ის ერთმანეთს ეს ორი ხელი ერთმანეთს კვებავს რა. კვებავს იმიტომ, რომ რა ვიცი, არ დაპატიშეს ოპოზიცია, ხო? 50 წლის განმავლობაში კათოლიკოს პატრიარქმა ეკლესია პრაქტიკულად მოირგო, ხო? ანუ ეს ასე ხდება ნებისმიერ ეკლესიაში, როცა პირველი იერარქი დიდხანს მართავს ეკლესიას. ასე მოხდა მაგალითად იოანე პავლე მეორის შემთხვევაშიც, ხო? ყველა ეპისკოპოსი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, არის კათოლიკოს პატრიარქის ნაკურთხი, შესაბამისად, ვინც უნდა აირჩიონ, რაღაც თვალსაზრისით იქნება მისი მემკვიდრეობა, ხო? აი ამ სიტუაციაში ჩვენ ხვდებით ასევე როგორ ვთქვა, უცნაურ ექსტრაორდინარულ მოვლენას, როგორც იყო მოსაყდრის დასახელება 9 წლით ადრე. მოულოდნელი ის იყო, რომ კათოლიკოს პატრიარქმა შეარჩია ფიგურა, რომელიც იქამდე საზოგადოებისთვის ნაკლებ ცნობილი იყო ან ჩრდილში იყო. 23 ნოემბერს იყო 23 ნოემბერს გამოაცხადა გიორგობას და 1 ნოემბერს საქართველოში ჩამოფრინდა, დაასტუკა და გაფრინდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი. ვიღაცები მიაწერენ, რომ ეს საგარეო მინისტრი კირილის აქ ჩამოვიდა სწორედ იმიტომ, რომ ეს შეთავაზება გაეკეთებინა კათოლიკოს პატრიარქისთვის. ამდენად მე არ ვეთანხმები იმ თეორიებს, რომ შიო რამენაირად არ არის ლეგიტიმური მოსაყდრე, სრულიად ლეგიტიმურია. მაგრამ არ ვეთანხმები ასევე იმასაც, რომ მოსაყდრე დადგინება ნიშნავს მემკვიდრე დადგინებას, ხო? მიტროპოლიტი შიო ახალგაზრდა ადამიანია, შესაბამისად აარჩიო ის კათედრაზე, ნიშნავს კათედრაზე დასმა, კათედრა იყოს ოკუპირებული, ანუ შევსებული, შესაძლოა 40 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი სინოდის დიდი ნაწილი შესაძლოა ცოცხალი აღარ იყოს, როცა კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, ვთქვათ,
ღვთივ მიიცვლება. აქედან გამომდინარე ეპისკოპოსები ამ იმას რა ქვია ცვლად შეიტანენ კალკულაციაში აუცილებლად. მეორე ნაწილი არის მისი ალტერნატივა, ხო? ვინ იქნება მისი ალტერნატივა? ასეთ ალტერნატივად ბევრს წარმოუდგენია მიტროპოლიტი იო ბაქიაშვილი, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი, რომელსაც კი აქვს მრავალი რბილად რომ ვთქვათ უცნაური გამონადგომი. მაგრამ მე ვისაც ველაპარაკები, ყველა ამბობს, რომ ის არის როგორ ვთქვა, ძალიან მოქნილი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს. ამის იქით არის რამდენიმე კანდიდატი, ეს არის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი, რომელსაც ასაკთან დაკავშირებით მუხლის ინტერპრეტირება როგორ უნდა გააკეთოს სინოდმა, არავინ იცის. და ამას დაველოდებით, ეს ფარულ კენჭისყრაზე დადგება, როგორ დამთავრდება ეს კენჭისყრა არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც მიტროპოლიტი შიოს და არც მიტროპოლიტი იობის ფრთა მესამე კანდიდატს ძლიერ საკმაოდ არ დაუშვებს. ამის იქით არსებობს კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც არ ვსაუბრობდით აქამდე, იმიტომ რომ გაურკვეველი იყო თვითონ რას სურდა. ახლაც პირდაპირ არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს მოძრაობა შეინიშნება ეკლესიაში, რომ ყოველ შემთხვევაში მრავალს ის წარმოუდგენია მესამე ფიგურად, რომელსაც შესაძლოა რაღაც ხმები აიღოს, ეს არის ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. მას აქვს ოპონენტები, მას ბიოგრაფიას ახსენებენ, ეს ბიოგრაფია, როგორ ვთქვა, არ არის კამკამაწყალივით, ხო? ასეთი ბიოგრაფია არავის აქვს, მაგრამ არსებობს გამორჩეული შემთხვევებიც. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის 4-ეული, რომელიც ჩამოვთვალეთ, კათოლიკოს პატრიარქ 152 საქართველოსაც ერქმევა სავარაუდოდ. ან შიო მესამე, ან დანიელ პირველი, ან იობ მეორე, ან გრიგოლ მეორე. დასამალი არ არის, რომ ხელისუფლებას ყავს ასეთი ფავორიტი კანდიდატი, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მოსაყდრე, რომლის ლექსიკონიც მძიმის გადაუადგილებლად სინტაქსითაც კი ემთხვევა ქართული ოცნების სახელგანთქმულ message box, ხო? ხელისუფლებას რა თქმა უნდა მოუნდება ჩაერიოს ამ ყველაფერში. ხელისუფლებას მოუნდება აქტიურად ამ ყველაფერში, მაგრამ ამის ორი გზა არსებობს, ხო? დაშინება, მოსყიდვა. დაშინება ხდება რაღაც სიცოცხლის მუქარით, რაც სიცოცხლის მასპობების მუქარით, რაც გამორიცხულია, ან კომპრომატებით. ეს კომპრომატები უკვე არის საჯარო. მეორე არის მოსყიდვა. ხო, იმისთვის რომ ეპისკოპოსი მოისყიდო, შენ უნდა დაპირდე მას ისეთი, რასაც სხვა ვერ დაპირდება. რატომ ვერ დაპირდება იმდენს და მეც მომავალი კათოლიკოს პატრიარქი? ღარიბი ინსტიტუტია. ჩვენ ვეხებით ეკლესიას, რომელიც თუ ვინმეა თანასწორ უფლებრივ მდგომარეობაში და თუ ვინმე დაინახა საკუთარი ძალა და ძალაუფლება, ხო? ჩვენ გაითვალისწინეთ, რომ ხელისუფლებას კი სურს, რომ თავისი მომხრეებად მოგვასაღონ ის რიგი, ხო? რომელიც პატრიარქის დაკრძალვაზე იდგა. დამთავრებმა იციან, რომ ეს მათი ხალხი და არა ხელისუფლების. მაშინვე როგორცვე გააცნობიერეს, რომ მაინდა-მაინც შიო შეიძლება ვერ იგებდეს ბოლომდე. მაშინვე შეწყვიტეს კამპანია, ხო? რატომ უნდა ინვესტირდე მომავალი კათოლიკოს პატრიარქის ბრაზში. ეს ტალღა, რომელიც რაღაცა დედაბოძი წაიქცა, რომელიც 50 წლის განმავლობაში არსებობდა და ჩვენ წარმოდგენების კრიზისში, გულდაწყვეტაში, სევდაში, მრავალი გლოვაში ჩააგდო, ხო? როცა ეს გაშრება ეს ემოციები და სუფთა სახით შემოიხედავენ უკან. იქ დარჩება ამის ქვეყნის ისტორიული არჩევანის მიმართ, როგორი იყო მისი უწმინდესობის დამოკიდებულება.